მეცხრე არხის ექსკლუზივი ინტერპოლის მიერ ძებნილი გივი თარგამაძე ლიტვის დედაქალაქს აფარებს თავს. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დეპუტატი მაშინ ჩაწერა, როდესაც ის ვილნიუსის ქუჩებში დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს და არც რუსი სამართალდამცავების მიერ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. თარგამაძე ქვეყნიდან მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომის ბრალდებულად ცნო და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. დეპუტატს მოსკოვში არეულობების ორგანიზებასა და ადგილობრივი ოპოზიციის დაფინანსებაში ედება ბრალი. არსებობს ფარული მოლაპარაკებების ამსახველი კადრებიც. ირაკლი მამალაძის რეპორტაჟი ვილნიუსიდან. რუსეთის მიერ ინტერპოლის ხაზით ძებნილი გივი თარგამაძე მეცხრე არხმა პირადი დაცვის ორ წევრთან ერთად ვილნიუსის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სეირნობისას დააფიქსირა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთის სასამართლომ მასზე დაპატიმრების სანქცია გასცა. ძებნილი თარგამაძე განაჩენს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და გასაჩივრებას ევროპულ სასამართლოში გეგმავს. ისინი ითხოვთ თქვენს გადაცემას და ანუ საუბარი იმაზე, რომ თქვენ აქედან აპირებთ გააპროტესტეთ ეს ყველაფერი, ანუ იგივე სასამართლოს მიმართოთ ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვეუბნებით, ყველაფერი ნახავთ, თავისდრო. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს. მეცხრე არხის ინფორმაციით თარგამაძე აქტიურად იყენებს პირად კავშირებს, რომელიც მან ჯერ კიდევ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობისას ლიტვის ძალოვან უწყებებში მაღალ ჩინოსნებთან დაამყარა. ძალიან კარგი კონტაქტები. იყენებთ თუ არა ამ კონტაქტებს იმისთვის, რომ კონტაქტებს ვიღებენ ჩემი ქვეყნის. აპირებთ თუ არა მოითხოვოთ პოლიტიკურ თავშესაფრად. რა თქმა უნდა. გივი თარგამაძეს რუსეთის სასამართლომ პატიმრობა 21 თებერვალს შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრს ბრალად 2012 წლის 6 მაისს მოსკოვში ბალოტნაეს მოედანზე მასობრივი არეულობის მომზადება ედება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, გივი თარგამაძეს სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება შეუძლია, თუმცა ვიდრე სასამართლო აპელაციას განიხილავს, მისი დაკავება ევროპის ტერიტორიაზე შესაძლებელია. რუსეთის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდების თაობაზე გივი თარგამაძეს შეუძლია გაასაჩივროს რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად ზემდგომ ინსტანციაში. ამასთანავე მას აქვს შესაძლებლობა თუ კი დაობს პატიმრობის შეფარდების კანონიერებაზე, ასევე მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. გივი თარგამაძის დაკავებას და რუსეთის მხარისთვის გადაცემას გამორიცხავენ საკანონმდებლო ორგანოში. უმცირესობამ არ იცის სად იმყოფება მათი თანაგუნდელი. აკაკი ბობოხიძეს იმედი აქვს, რომ ევროპული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს იქნება არა მარტო გივი თარგამაძის მიმართ კარგი, თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ევროსასამართლოს მიერ მიღებული, არამედ ნებისმიერი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ვთქვათ, მსგავს დევნაში არის რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ევროპულ სასამართლოში თარგამაძის შესაძლოს არჩევს საპარლამენტო უმრავლესობაც აფასებს. მე ვისურვებდი, რომ მან მართლაც მიმართოს ევროპულ სასამართლოს, ვინაიდან ყველაფერთან ერთად მისი ყოფილი პოზიციიდან გამომდინარე ის ბრალდებები, რაც რუსეთმა მას წაუყენა, ეს ლახავს საქართველოს იმიჯს, ვინაიდან ის იყო მაღალი თანამდებობის პირი. თარგამაძე რუსეთის წინააღმდეგ გამშინაარსის საჩელი ევროპულ სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა. იურისტებს უჭირთ თქვა, დააკმაყოფილებენ თუ არა ინტერპოლის მიერ ძებნილი გივი თარგამაძის საჩელს ევროპელი მოსამართლეები.